მინისტრის ცოლმა 2023 წელს $228,000 იყიდა 168 კვადრატული მეტრი ბინა მთაწმინდაზე, M კვადრატის კომპლექსში. ბინა ფუნიკულიორის პარკიდან 5 წუთის სავალზე, ოქროყანის ტყეპარკში მდებარეობს. პროექტის მიხედვით ექნება 68 კვადრატული მეტრი ფართობის ტერასაც. ნათია ელიზბარაშვილმა 2024 წელს იყიდა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი ყოფილ იპოდრომთან, ორბი ჯგუფის მშენებარე კომპლექსში, Central Park Towers-ი. აქ Radisson Blu's გახსნა იგეგმება. Расположение на 42 этаже Central Park Towers. ქონება $150,000 შეიძინა. ეს თანხა დეკლარაციის მიხედვით მშობელმა აჩუქა. ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა სამსართულიანი კერძო სახლი კოჯორში, აზეულას ქუჩაზე. ამ უბანში მსგავსი სახლები სულ მცირე $300,000 ღირს. მინისტრის ოჯახს აგარაკი ბეთანიაშიც აქვს, ამჯერად უშუალოდ გელა გელაძის სახელზე. ეს სახლი დაახლოებით $200,000-დაა შეფასებული. ახლა შემდეგ კურორტზე, ბაკურიანში გადავინაცვლოთ. აქ გელა გელაძის ცოლს 3 აპარტამენტი აქვს, სასტუმრო კაორის კომპლექსში. სამივე მათგანი 2017 წელს შეიძინა. მინისტრის ცოლს ბინები აქვს ვაკეშიც. ერთი Park Place-ის კომპლექსში, რომელიც 2012 წელს $182,000 იყიდა. მეორე უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც დაახლოებით $150,000-დაა შეფასებული. გელა გელაძეს მიწის ნაკვეთიც აქვს ახმედაში, სოფელ მახრაანში.